მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია სპორტული გადაცემა სპორტული სივრცე. მე კი ვარ გიორგი ფულარიანი და ეგრევე წარგადგენთ, რა თქმა უნდა, წარგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ზვიად ბარდუკაძე და დიმიტრი ბოლქვაძე, მემედეს წარმომადგენლები, საბრძოლო კლუბ მემედეს წარმომადგენლები, ამ საბრძოლო კლუბის მენეჯერი და მებრძოლი დიმიტრი ბოლქვაძის სახით. GFC-ზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველი სხეულისა, სადაც ამ კლუბის ორი წარმომადგენელი იბრძოდა. ერთი ახლა წუთას არ არის ჩვენ გვერდით, მაგრამ რა თქმა უნდა, ლუკა გიორგაძეა, რომელმაც თავისი ქამარი შეინარჩუნა თბილისში დატოვა, ასე ვთქვა და თან ძალიან სერიოზული მებრძოლი დაამარცხა, ძალიან დაამაჯერებლა და დიმიტრი ბოლქვაძემაც მოიგო, რა თქმა უნდა, თავისი ბრძოლა შესაბამისად და რაღაცა გახარებული ეს კარგი საღამო გამოვიდა, როგორც წინა შემთხვევაში ცოტნა სულთანიშვილის ის საოცარი მობრუნება, კამბექი რაც შემოგთავაზა მან, ხო, იქ ღონისძიებას ას თავარი ჩხუბი იყო დავით ქირიასი, კიკბოქსინგი ამ შემთხვევაში, მაგრამ ცოტნეს ამბავი MMA იყო, მოგესალმებით. მოდი დავიწყოთ ლუკას ბრძოლით, ან მithmetes არ არის, ხო, აქ და მე მოიდეს აი დიმიტრის მინდა დავიწყო, იმიტომ რომ აი ამ ასე ვთქვათ შენც იმ საღამოს იბრძოდი ამ გადარბენაში თუ მოახერხე ბრძოლის ყურება, კარგად. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ცოტა ახლოს მიკროფონთან. კი, ლუკას ჩხუბს ურე, ბოლო ბრძოლა იყო, ჩემი ბრძოლა მანამდე იყო. სიმართლე რო გითხრათ, სხვა არც ერთი ბრძოლისთვის არ მეყურებია. და ნუ თავის სტილში რა როგორც ყოველთვის დამაჯერებლად აიმარჯვა და კამარი როგორც თვითონ თქვა იქ დარჩა სადაც უნდა ყოფილიყო. ვი. დარჩა იქ სადაც უნდა ყოფილიყო. ზია ჩემი შეფასება როგორია ლუკას ბრძოლაზე, ნუ გარდა იმისა, რომ თქვათ მიზანმიღწეულია, აი ზოგადად შეფასება შენი აზრით როგორი იყო? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. ხო, როგორც შენ აღნიშნე, წლევანდელი წელი საკმაოდ ესე კარგად ჩავამთავრეთ ბოლო ტურნირი იყო ჩვენი კლუბის სპორტსმენების მონაწილეობით და ორი ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვეთ. მათ შორის ერთ-ერთი იყო კამარზე ლუკას ბრძოლა პორტუგალიელ მოწინააღმდეგეს და რომელიც საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი იყო. ბელატორში ნამყოფი და ხო, წლის ბელატორში და ძალიან ბევრ საერთაშორისო დონის სერიოზულ ორგანიზაციებში ქონდა ნაჩხუბარი ამბიჯს. საკმაოდ კარგად იყო ფიზიკურადაც მომზადებული, წონასაც არ ურჩიოდა და ხო, საკმაოდ ისე დაძაბული იყო. საკმაოდ დიდი იყო ვიზუალურად ზოგადად, უფრო ისეთი ქონდა მე პირადად და ცოტა ღელავდით კიდევაც ორთა ბრძოლაზე, მაგრამ ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო და როგორც გვინდოდა. GFC-ის კამარი დარჩა საქართველოში. ვი ბატონო. დიმა შენ ბრძოლაზე მინდა კითხვა ახლა რა თქმა უნდა, ნუ ჯერ მეტოქე შეაფასე, როგორი მეტოქე იყო შენთვის და მე როგორ უშუალოდ ბრძოლა. მეტოქე გამოცდილი მებრძოლი იყო, მანამდეც არაერთხელ ქონდა ნაჩხუბარი, თორსები GFC-ზე იჩხუბა, გოგალაძესთან იჩხუბა ხასთან. თავ ტექნიკურად ვერ ვიტყვი რომ ტექნიკური მებრძოლი იყო, უბრალოდ ფიზიკური სიძლიერე ქონდა და დარტყმის ძალა ძალიან დიდი ქონდა, მაგრამ საბოლოოდ ის ხარჯზე როგორც ქონდა გეგმაში ისე დავასრულე ბრძოლა. რამე იყო ისეთი თქვა თვითაც ხა ყოველთვის არის ხო მომენტები როცა განიხილავ რა შემძოლას რომ რაღაც მინუსებს დაინახა გასასწორებელს რაღაცას ხო ყოველთვის იქნება რაღაც მაგრამ აი ამ ბრძოლაში შენთვის იყო რამენაც ვერ შეასრულე რაც გინდოდა და ვერ გააკეთე მოგების მიუხედავად ნუ ალბათ დაფინიშება ხო მაგრამ თავარი მაინც შედეგია ამ შემთხვევაში კი ხო თავარი შედეგია ანუ სრული მაინც დაფინიშება იყო რა ხო ელოდი შენ ფინიშს ამ შემთხვევაში ფინიშს ყველა ველოდით ალბათ ვინც უყურა მეორე რაუნდი ისეთი იყო რომ ყოველ წამ შეიძლება დამთავრებულიყო ხო ისეთი ტემპი ჩართო იმამას უკვე რომ ხო ზურგის კონტროლი ქონდა მთელი 5 წუთი ზურგზე ეждა და ურტყავდა უბრალოდ იმის კარგი გამძლეობა ქონდა აშკარად კი სხვა შორის ეგ ბიჭიც ძალიან გამოცდილი ბიჭია აზერბაიჯანელი მებრძოლია რომელსაც საქართველოშიც აქ არაერთხელ ნაჩხუბარი ბევრ კარგ სპორტსმენთან აქ ნაჩხუბარი და მოგებულიც სიმართლე რომ გითხრათ ცოტა ჭიდაობის ამბავს მეც ველოდით მაგრამ როგორც აღმოჩნდა კრივით საკმაოდ კარგ დონეზე ქონია და ხელით ძალიან კარგად მუშაობდა და დარტყმის ძალაც აი დიმამაც აღნიშნა რომ კარგი დარტყმა ქონდა რა ხო და საბოლოო ჯამში მთავარი შედეგი იყო მით უმეტეს დიმას შემთხვევაში ორი კვირით ადრე ამ ჩხუბამდე ორი კვირით ადრე 29 ნოემბერს ქონდა ბათუმში ჩვენ შეჯიბრი. ხო, ეს არ დაგავიწყდა ძალიან მოკლე პერიოდში ჩხუბა ორი ბრძოლა, ამიტომ ხო, ორთა ბრძოლა და რა თქმა უნდა, როცა ესე ატარებ, ესე ახლოს ბრძოლას ძალიან ძნელია რომ ჯერ ერთხელ წონა დაიკლო ჩააბარო, მე აღიდგინო, მე ისევ დაიკლო, პლუს ყველა
ბრძოლა რანაირი მალეც არ უნდა მორჩეს, რაღაცა მსუბუქი ტრამვები მithumedes გაქვს და თან ბათუმის ბრძოლაც დიმასია არც არ მოჩენილა ერთ წუთში და იქაც საკმაოდ კარგი ბრძოლა მოუწია, კარგი ბიჭი იყო ისაც, ვისაც ეჭხობა. ხო და ნუ რა იყო რაღაც პატარ-პატარა ტრამვებიც, რაღაცეები ჯერ ვერ მოშეშებული ამბები. და ამიტომ პირველ რიგში მთავარი იყო შედეგი, რომ ეს ბრძოლაც შედეგი დადგა ფაქტია. გამარჯვებით დასრულებული იყო. რაც შეეხება ფინიშს, იყო ბევრი მომენტი, გინდას დგომში, გინდას პარტერში, სადაც დიმას გონდა რაღაც დაფინიშების მცდელობაც და საშუალებაც. უბრალოდ ნუ ესე ხდება რა ჭხუბია. ხო, ეხა ყოველთვის შენზე არ არის, ის მაგაითი შორს. შენაც არ უნდა მოინდომო. აი ადამიანებიც უძლებს იმაზე მეც შენ გონია. კი ბატონო. არ გაგიჭირდა აი აღდგენა, თუნდაც ან ტრამვებიდან, უბრალოდ ძალების აღდგენა, ძალიან მოკლე პერიოდია საუბარი რეალურად, ხო? ანუ 29-ში იბრძოლა ადამიანმა და მერე იყო ორ კვირაში მეორე ბრძოლა და ეს ძალიან ცოტა დრო არის რეალურად. მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ ჭხუბის მერე პირდაპირ ეგრევე აღდგენის ნაცვლად წონისკლება დავიწყე. ხო და ანუ დამატებითი სტრესი ორგანიზმისთვის კიდევ და მოშუშების ნაცვლად უფრო მეტად სტრესავდი ორგანიზმისთვის, რომ წონა ჩამევარებინა. მე როგორც უკვე გითხარი, შამპანურში დალევა მინდა. აი ხო. როცა ვკითხე პირად საუბარში ანუ რისკი არ არის მეთქი და შამპანურში დალევა მიყვარსო და ამიტომ რა თქმა უნდა ნუ ჭყალებში რა თქმა უნდა უბრალია. ვინც რისკავს ის ვამ შამპანურს რა თქმა უნდა და დიმამ გარისკა და დალია კიდეც. იმიტომ რომ ეს ისეთი საქმეა და ისეთი სპორტია რომ რისკებზე აქ ლაპარაკი. არ მართლა ძალიან პატარა დროზეა რა. ისედაც რა. ისე ხო უბრალოდ ძალიან პატარა მონაკვეთზეა ლაპარაკი ამაშია საქმე და მაგრამ ფიზიკურად ძალიან რთული იყო წონისკლებაც, მომზადებაც ერთი ჭხუბიდან მეგრევე მეორეზე გადართვა, იმიტომ რომ ტექნიკურად ერთი მებრძოლი და მეორე მებრძოლი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მithumedes და მომიწია რომ ერთი ჭხუბისთვის რაც მოვემზადე და როგორც ვიყავი ფორმაში, მეორე ჭხუბისთვის საერთოდ შემეცვალა ყველაფერი. მაგრამ მაინც ყველაფერი ისე დასრულდა როგორც მინდოდა რა. თვითონ აი წონისკლების პროცესმა როგორ ჩაიარა აი ამ პერიოდში, თორე შენ თქვი რომ როგორც კი მორჩა ის ბრძოლა 29 ნოემბრის ბრძოლა, ეგრევე აღდგენის ნაცვლად დაიწყე წონისკლება, ხო? რა თქმა უნდა იქნებოდა სირთულეებიც ახლა. კი 29-ში ვიჭხუბე და 30-ში უკვე წონისკლება დავიწყე რა და იმდენად გართულ და ერთხელ უკვე დაკლებული წონის მომატება და შემდეგ ისევ დაკლება რომ ესე რომ თქვა გაიყინა წონა რაღაც რამოდენიმე კილოზე რომ აღარ მოდიოდა დღეების განმავლობაში ფიზიკურად გაჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადავლახე პროცესს რა. რამდენი დაკლება მოგიძია? აი პირველი ბრძოლის მერე. პირველი ბრძოლის მერე ჯერ მომატება თან და მერე დაკლება ესე ხო? პირველი ბრძოლის შემდეგ მოვიმატე სადღაც 7 კილო და შემდეგ მომიწია დაკლება ჯამში 12-13-მდე. ხო, ნუ ორ კვირაში. ორ კვირაში ისევ და ისევ მოკლე დროზეა საუბარი და თან ასე თამაში რა თქმა უნდა ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესი როგორც აღნიშნეთ ჯერ აგიდგინო მე ისევ დაიკლო თან 12 კილო ხო რაც არა პატარა ამბავი ნამდვილად ამ ფონზე რა ვიცი მithumedes უნდა დავაფასოთ ამ ადამიანის მონდომება მოტივაცია რომ ასე მოკლე დროში ორ რადიკალურად განსხვავებულ მებრძოლთან მოიგო თავისი მატჩი თან ისე რომ კითხვები არ გაჩენია არავის როგორ არა ძალიან დამაჯერებლად მოიგო როგორც ლუკამ მოიგო ასევე ძალიან დამაჯერებლად დიმას მოგებას ანალოგიური იყო რომ არანაირი კითხვები ხარ იყო პირიქით აი აღნიშნე ყველანი ფინიშს ველოდებოდით საერთოდ მეორე რაუნდში ხო და ნუ თავარი მე შედეგი იყო და დადგა შედეგი და ლუკაძემს მოიგო თავისი ბრძოლა ზოგადად საღამოს როგორ შეფასებდი ზვიად აი თლიანად ღონისძიებას საღამო ძალიან კარგი საღამო იყო და ატმოსფეროც კარგი იყო რომ ამ სპორტის მოყვარულები ვინც არიან აი ეძახიან ხო მისალოცი ამბავი იყო ესე თქვა და რომ წლის ბოლოს GFC-მ ჩაატარა ერთ-ერთი საუკეთესო ივენთი სადაც ძალიან ბევრმა ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა იჭხობა მაგალითად ლიანა ჯოჯუამ პირველად იჭხობა საერთოდ საქართველოში ხო კი UFC-ს პირველი ქართველი ქალი მებრძოლი და ჯოჯუობით ერთადერთი ხო რომელმაც პირველად იჭხობა საქართველოში რაულმა იჭხობა თუთა რაულმა და კიდე ბევრმა და სხვა შორის ჩამოსული სპორტსმენებიც საკმაოდ ესეთი ტიტულოვანი ბიჭები და გოგოები იყვნენ მოწინააღმდეგეები ვინც იყვნენ რა. ხო, ანუ სერიოზული წინააღმდეგობა იყო ნამდვილად და ლიანასი არამედ დანარჩენი ბიჭები ვინც იყვნენ. ყველა
თავის ქვეყანაში ძალიან წარმატებული და ძლიერი მებრძოლები არიან. ბატონო, ხო იგივე წინა ღონისძიებაზე რო თქვა, ხო, ცოტნე შემთხვევაშიც სერიოზული მეტოქი ხავდა მასაც საკმაოდ. ცოტნეს თან როგორც ვისაუბრეთ, შეუცვალეს. არაკომფორტული ძინავდები ყავდა ცოტნეს. უცებ შეცვლილი თან მით უმეტეს. გამომდინარე, იმიტომ რომ ცოტნეც სხვა ჩხუბისთვის ემზადებოდა და ვაფშე სხვა ჩაუსვეს. ხო, გარდა იმისა, სხვა ჩხუბისთვის ამოვარდა ის მებრძოლი. სხვა ჩხუბისთვის ემზადებოდა, პლუს ცოტნეზეც რო თქვა თორის სიტყვით, ახალი დაწყებული აქვს MMA-ის kickboxing-ი და ხო. kickboxing-იდან არის გადმოსული და ეხლა სწავლობს ჭიდაობას, MMA-ის ისეთ კომპონენტებს, რაც უშოთ აქამდე არ ქონია შეხება kickboxing-ში და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო რთული იყო მისი მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ჭიდაობის ბაზა ქონდა იმ ბიჭს და გვაჩვენა კიდეც ნახეთი და უთულეს გვანერვიულა კი გაუძლო ცოტნე და დაამთავრა ისე როგორც უნდა დაემთავრებინა. კი ბატონო, სანერვიულო მომენტი იყო, მაგრამ ბოლოს აი მობრუნება თან როგორ ლამაზადაც გამოვიდა, ხო? ჩხუბები ქმნის დასამახსოვრებელ და სანახაობას, ხო. ეგეთი ჩხუბები არის, რაც ამ სპორტსა და აძლევს იმ ხიბლს, რაც აქვს. კი ბატონო, რა ეს შეიძლება გარდატეხა თითქოს არსაიდან შეიტანო თან. რა თქმა უნდა, ნუ და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი სპორტსმენის განვითარებაში, რომ ის კრიტიკული წამები და წუთებიც კი ცოტნე შემთხვევაში გაუძლო და გადალახო, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეგიძლია დანებდე და ეს სტრესი და ეს პრობლემა იმ წუთას გაქვს დამთავრდება რა და ბევრი ესეც შვება რა, მაგრამ იმით გამოირჩევა წარმატებული სპორტსმენი სხვა მებრძოლებისგან, რომ აი ეს კონკრეტულად აი ამ მომენტებს უძლებს და აკეთებს თავის საქმეს. აი მაგალითად ფოში ძალიან სერიოზული ის კონდა. კი, ნამდვილად და მობრუნებას ლამაზი გამოვიდა, ხო, კი. ძალიან რთული. კი, რთული და ლამაზიც. სანახაობრივი. ერთ-ერთი აი ჩვენი სტუმარი სტუმარის დიმიტრი ბოლქვაძე, რომელმაც წინასტუმრობისას თქვა, რომ რა თქმა უნდა, ასად არ დანებდება არასდროს. ყოველთვის ბოლომდე წინწავა. ხასიათი ზოგადად რა თქმა უნდა, ხო. სახეობებში ხასიათს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე დიმას ჩხუბებშიც, ლუკას ჩხუბებშიც არაერთხელ გვინახავს, თუნდაც ლუკას წინა კამრის ბრძოლაზეც უამრავი ძიმე დარტყმები ის. კი, ლუკას შემთხვევაში ყოფილა გარდატეხი შეტანა, რომ თვითონ გადავლა მოუწია და ხო. კი. აი ბრძოლის მიმდინარეობისას რომ რაღაც შეცვალა. ლუკამ ყოფილა ეგეც. კი. თან არა. ნუ ფიზიკურად ეგეც ძალიან რთული ამბავია, რომ ჩხუბი დაიწყო რაღაც ერთი კონკრეტული გეგმით და ეს შეცვალო შემდეგ რა შუა ჩხუბში. ისე შეცვალო, რომ ისთვისაც არ ხარ მზად, მაგრამ ნუ გიწევს, სხვა გზა არ გაქვს რა. მაგრამ ამ დროს შემოდის მწუთმელის მნიშვნელობა და კუთხის მნიშვნელობა. და კუთხის მნიშვნელობა საზღვროა რა. კუთხე ალბათ ერთ ჩხუბს კიდე კუთხე იგებს ცალკე. ცალკე, ხო. ზოგადად შეგოფიგა სმენა კარგი გაქვს ბრძოლის დროს. ანუ ცალიყური არის ხო იქითკენ მაინც. ან თავისუფლად შემიძლია მოვისმინო ყველა დეტალი, რასაც მეუბნება. ჩხუბის სრულობისას და ნუ შესვენების დროსაც. შესვენებისას თავისთავად ხო, მაგრამ აი ბრძოლის დროს უშუალოდ. არის ხო რომ შეიძლება ნუ გაიგო, მაგრამ რაღაცნაირად აი ქვეცნობიერად ვინმაც გაატაროს და მაინც შენი გააგრძელო. არის ძალიან ბევრი. თორე ხა ემოციაა რა ხდება რა. ძალიან ბევრი კარგი მებრძოლია, რომელსაც ეგ უნარი არ აქვს და ხო. არის ხოლმე მომენტები, როცა მაგ უნარის არ ქონის გამო ეს კარგი სპორტსმენი ვერ აკეთებს თავის გასაკეთებას. და მე ვერ ვითარდება შესაბამისად. ხო, ნუ მაგალითად ცალკე ვარჯიშებია, ცალკე მუშაობა მიდის ჩვენთანაც და ყველა კლუბში. და კი, კუთხეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმას რომ სპორტსმენს და კუთხეს ეს კომუნიკაცია ქონდეს. არა მარტო შესვენებაზე, იმიტომ რომ შესვენება სანამ მოვა 5 წუთში იმდენ რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ იქ ყოველ წუთი ერას და წამიერად შეიძლება ისეთი რაღაცა გიკარნახოს კუთხემ, რომელმაც თელი ორთაბრძოლა შეცვალოს. იმიტომ რომ კუთხე სხვა მხრიდან ხედავს, გარედან ხედავს ყველაფერს და ის ამისად უკეთესად გაწვის რაღაც შენ შესაბამისად უკეთ აღიქვამს იმ მომენტში, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მაინც ორთაბრძოლის დროს მებრძოლი არის მთავარი და ცენტრი და ის გრძნობს იქ ყველაფერს რა როგორ და რანაირად, უბრალოდ არის რაღაცები, რაც გარედან ზოგჯერ უკეთესად ჩანს, ვიდრე უშუალოდ იქ შიგნით. მე ბატონო. დიმა ჩვენ ვახსენეთ, ხო და შენ ცისაუბრე რომ აი ორი განსხვავებული მეტოქი ყავდა და როგორ მოახერხე უშუალოდ აი ტექნიკურად მომზადება. თქვა 29-ში იჭყობი ერთ მებრძოლთან და ის მეორე მეტოქი იყო რადიკალურად განსხვავებული, ტაქტიკურად და ტექნიკურადაც. აი როგორ მოახერხე უშუალოდ ადაპტირება სტილთან, ასე მოკლე დროში.
ჩხუბი როცა ავიღეთ უკვე ვიცოდი რა სტილის მებრძოლი იყო და წონის კლების პარალელურად იმ მდგომარეობიდან როგორც ვიყავი, როგორც შემეძლო, ვცდილობდი რომ აი ამის ტექნიკაზე გვევარჩა. ედოს ყველა იცნობთ და რა თქმა უნდა, ედი შეგოგია. ყველა მიცის. მოვიკითხოთ აქ. კი, აუცილებლად. როგორც ავიდა ვარჯიშები და მზადებები, ვცდილობდი რომ ადაპტირება გამევლო მეორე მებრძოლთან რა. კი, ნამდვილად ედოს ყველა მწვრთნელად დიდი ფუფუნება ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით ვგონებ თქვენს დამეთანხმებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უაღრესად დიდი გამოსწორება კლასი და ასე გურიელი იმა იქნება ლუკა თუ სოტნე თუ რომელიმე სხვა მებრძოლი მემეტედან, ყველა ძალიან ეხმარება, ყველას აბსოლუტურად და იმას შემთხვევაში საგებთქვით, ხო რომ კუთხე იგებს მართლა ცალკე ბრძოლას კიდე ზევიდან და იმ კუთხეში თუ იგივე შალვა და იგივე გოგაც და შალვა გოჩბაზოვი და გოგაც იგოლია, რა ვიცი, ასეთი კუთხე რო ყავს მართლა დიდი სიძლიერეა ნამდვილად და ხან არ აქვს შეიძლება MMA-ზე საუბარი თუ კრივს ზოგადად აი ასეთ გამოსთელ ხალხზეა ლაპარაკი და აქცენტი რომ ასეთი კუთხე რო ყავს მე შენ რაღაცნაირად ძალა გეძლევა უკვე გამოცდილებას არა მხოლოდ რა რაღაცნაირად ხედვა უნდა გააჩნდეს ისეთი რომელიც იგი რა თქმა უნდა გეუბნება რომ ესე უნდა გააკეთოს ძალიან გამოცდილი ადამიანია სპორტსმენი ვისაც არ შეუძლია ეგ რომ რაღაცა გიკარნახოს რაღაცა გითხრას ეს ესე გააკეთე იცის თავისთვის მაგრამ არის მეორე ვარიანტი ვინც იცის და ხედავს რა როგორ დაინახოს რა როგორ უნდა გააკეთო და როგორ წარმართო ბრძოლა რა. არა, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ედო შეუდარებელია. კი, კი. ალბათ შეუდარებელია. გადმოცემის უნარი კიდე ცალკე სკილია, ცალკე უნარია კიდევ და ინტელექტი არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ დეფიციტური არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში. ხა დიმამაც რას თქვა რომ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც გამოცდილება უფრო მეტი კონდეს. ნუ სიტყვაზე ხა ამ შემთხვევაში ედოზე ვსაუბრობ და ედოზე მეტი გამოცდილება შეიძლება კონდეს ადამიანს, თუნდაც უშუალოდ სპორტში და ჩხუბების რაოდენობით და ასე შემდეგ, მაგრამ ის სპორტული ინტელექტი და უნარები, რომ შენი ჩხუბი იგრძნოს იმან და შენ გიკარნახოს სწორად. ეგ კიდე ცალკე სხვა საკითხია რა. ვიღაც შეიძლება თვითონ ფანტასტიკურად მუშაობდეს და რო შეუშვები ოქტაგონში ლიჯავდეს იქაურობას, მაგრამ გარედან ელემენტარული რაღაცა ვერ გიკარნახოს რა. ხო, ეს ამიტომ ცალკე უნარია, კი. ემოციების ამბავია, იქ კუთხეში რო ხარ, შენ შეიძლება ორჯერ მეტად ნერვიულობ ვიდრე ის ადამიანი იქში და ნუ 1000 კომპონენტი არის ნამდვილად. საერთო ჯამში ქმნის კარგ კუთხეს, ან ცუდ კუთხეს. ან ცუდ კუთხე, ხო. ეთობლიობაში კი բայց მაინც კიდე კუთხე მუკარნახოს არასწორად სპორტსმენს და სპორტსმენმა კუთხეს და მოусმინოს და ისეთი რაღაც მოხდეს, რაც შედეგზე ცუდად აისახოს. ანუ მან ეგ პლუს რისკები არის, რაც კუთხის ნერვიულობას იწვევს ხოლმე, რომ შეიძლება შენი ნათქვამი რაღაც არ გამოდგეს ისეთი მომენტ რა და ჩხუბის ბედი გადაწყვიტოს. ანუ მან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველა სიტყვაზე და ყველა რჩევაზე. ამიტომ არის ეს ყველაფერი რთული. შენ თვითონ რო გახარ ოქტაგონზე და ჩხუბობ, შენ თვითონ განსაზღვრა და მე თუ მკითხავ უფრო ადვილია ვიდრე გვერდიდან უთხრა ადამიანს რომ ესქენი. იმიტომ რომ პასუხისმგებლობაა და თან მე მომენტში უცებ შეიძლება შენც დაინახო რა ეს რო გააკეთა. ნუ ეხლა ჯობია რომ ეს სხვანაირად შევცვალოთ, მაგრამ ამის დროც აღარ არის, უნდა თქვა, იმან გაიგოს, პლუს საქართველოში როცა ტარდება ხოლმე ბრძოლები კიდე ცალკე პრობლემა არის ხოლმე, ნუ მაყურებელი რა თქმა უნდა, ყველა ქართველს გულშემატკივრო, მაურია, კი, სახელი. შენს კვირილი გიწევს მე და მარტო სახელი რო ისმოდეს, აი თქვენი ეთერითაც უნდა მაყურებლებს მოუწოდებთ ხოლმე ჩვენს თუ რომ თუ გინდათ რომ სიტყვაზე აი დიმიტრი ჩხუბავს და დიმიტრის გულშემატკივროთ, ხო? იყვირე რაღაცა დიმა, იყვირე დიმიტრი, რაღაცა საქართველო, რაღაც ესეთი რაღაცები. ჩვენთან ეგ არის რომ ყველა კარნახობს ესქენი, ისქენი, ეს კარტა. ხო, ეგ არის. სპორტსმენს ხა ერთი რომ უნდა ესმოდეს ორთაბრძოლის და მეორე ამდენ ხმაში მწვრთნელის ხმას უნდა არჩევდეს ხო და არა, თქმა უნდა, ხო და ხა. და ამბოჯე ყოფილა რომ აი გულშემატკივრებთან მივსულა რომ მეკია გაჩერდით კუთხე. სხვა მეიყვირეთ უსმენსლა, კი. კონი ეს მომენტი ის რომ თქვა ვირ გაგირჩევია გულშემატკივრის გამართულის განაპირიკი. რავი, სიმართლე გითხრა, ვცდილობ რომ ყურადღება დიდად მაგ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ხმაზე კონცენტრაცია ერთ ხმაზე გავაკეთო და არ მქონია ეგ მომენტი რომ რაღაცა სხვა გარე ხმებისთვის ყურადღება დიდად მეკცია რა.
ხო რა თქმა უნდა ეს უკვე სპორტსმენშია ცალკე უნარი კიდე ტურნირები ადრე უფრო იყო ხოლმე რაღაც პატარა ტურნირები ტარდებოდა ხოლმე და სადაც ნაკლებად იყო დაცული რაღაც რეგულაციები დისტანცია ოქტაგონსა და მაყურებელს შორის შენს გინახავს ეგეთი გინდაც კრივში და გინდაც MMA-ში ოქტაგონისთან იქვე ახლოს რო დგას ხალხი და მიდის ერთი ამბავი ყურება იქ განსაკუთრებით რთულია კიდე ხო, მაგრამ ამიტომ ეს უკვე სპორტსმენშია ცალკე უნარი, რომ კიდე აი ეს ხმის გამორჩევა ექნება თუ კონცენტრაცია იმ ერთ კონკრეტულ ხმაზე. სპარინგებზე, ვარჯიშებზე. აი ხო, მათ მუშაობდება თქო. დამუშავება ხდება და ისეთ ხო. ხო, ეს აუცილებლად ხო, ზოგადად სოფლიო სპორტში და იგივე ფეხბურთის მაგალითად არის მაგალითები, რომ ყველა დიდი და ლეგენდარული ფეხბურთელი კარგი მწვრთნელი ვერ ხდება. ამიტომაც არის. ზოგს თქვა გადმოცემის პრობლემა აქვს ზოგს, ისე არის მის ტაქტიკური რაღაც დეტალები. არის ხო რაღაცა აი თქვა მარადონა, ყველაზე მარტივი მაგალითი მწვრთნელად ვერ ივარგა ვერსად. რათა არის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ხო, მაგრამ ვერ ივარგა ვერსად. მწვრთნელად. ლოთარ მათეუსი იგივე ბევრი მაგალითია ამის. არის მაგალითები რომ საერთოდ არ უთამაშია ადამიანს ფეხბურთი და მაგარი მწვრთნელი გახდა. ეს ასეთებიც არის. კრივშიც. ხო, მათ შორის კრივშიც კი ბატონო და შემომიჯდა როცა ვამბობთ რომ ეს ცალკე უნარია, როგორც მწვრთნელში ასევე სპორტსმენში რომ აი ეს ერთი რო გადმოცემის უნარი და მეორე სმენა, აი ეს მომენტი რომ იმ ერთ კონკრეტულ ხმას უსმინო ამ ხელა ხმაურში, ეს რა თქმა უნდა ორივე შემთხვევაში კიდევ ცალკე უნარებია რა და აქედან იქმნება ეს ერთობლიობა და წარმატება და გვინდა არ გვინდა ხო რეალურად კი ინდივიდუალური სპორტია თქვა ხო დიმაროჩხოს გადის დიმიტრი ბოლქვაძე და ის იბრძვის მაგრამ მაინც ხო გუნდური სპორტია რეალურად ბრძოლა გრძელდება 5 წუთი მაგრამ ჯამში 15 წუთი თუ საჩემპიონო 25 მაგრამ იქამდე მიდის ისეთი მზადება რომ ანუ მთელი ბრძოლისთვის თვეები შეიძლება თვეები და ანუ გაატაროთ ამაში ესე ხო გუნდური მაგიტო არის რომ მარტო ვერაფერს ვერ გააკეთები იქ ჭირდება მთელი სპარი პარტნიორები თუნდაც წონის კლების დროს ეხლა რაც ყველაზე რთულია მანდაც კი იქ ჭირდება ის ხალხი ვინც დაგეხმარება რა ეხლა ბოლო წონის კლებაზე ისე ვიყავით რომ ჩვენი ბიჭები მართლა ხელით დავყავდით რომ აი საუნაში შეგვიყვანდნენ იქიდან გამოგვიყვანდნენ და ანუ აი გუნდური არის რაც არ უნდა თქვა რომ ინდივიდუალურად გიწევს მაინც საბოლოო ჯამში იქ მიდიხარ რომ გუნდი და გუნდურობა საჭირო. აი ბატონო. ზოგადად აი მთლიანად მე მეტესი იდეალურადაა ყველაფერი რა. კი კაცი. ჩვენს გუნდში თუ ერთს რაღაცა ჩათვალე რომ ის მთელი გუნდი უკვე მზადებაშია. ნიბატონ მეც ძალიან მიხარია ხოლმე ყოველ ჯერზე ამ დარბაზში მისვლა ჯერ ერთი გარემოს გამო მე მეორე ასეთ მაღალი კლასის მებრძოლების გამო საიდანაც ძალიან ბევრს ისწავლე ყოველ ვარჯიშზე და მეც მიხარია რომ ამ ყველაფერს მონაწილე ვარ ხოლმე და რა თქმა უნდა ხო ეს არის ზუსტად რა ეს გარემო და ეს ერთობლიობა ქმნის წარმატებას მე შესაბამისა და ზოგადად შენ რო შეაფასო ეს 20-24 მთლიანად როგორი იყო მემეტესთვის არა მარტო ეს ბოლო ორი კვირა ზოგადად თენ წელი ეს 24 წელი ზოგადად დავიწყებ რომ ქვეყნისთვის სპორტის მიმართულებით განსაკუთრებით იყო იშვიათად წარმატებული იმიტომ რომ გარდა ოლიმპიური სახეობებისა სადაც ძალიან დიდ წარმატებას მივახციეთ ფეხბურთისა სადაც ძალიან დიდ წარმატებას მივახციეთ პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავედით ხო MMA-ს რაც შეეხება ორი UFC-ს გააქვს ისეთ პატარა ქვეყანას როგორც საქართველოა და მთელი მსოფლიოს ამ სპორტში მოღვაწე ადამიანებისთვის თუ სხვა სპორტში არა ვინც უყურებს ამ ყველაფერს ეს არის რაღაცა შოკი იმათთვის რომ როიგებენ რომ 3 მილიონი ანხარან არა და ხო და ორი ადამიანი ყავს ამ ხელ ორგანიზაციაში ორი ჩემპიონი მართლა დიდი ამბავია კი ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა დამსახურება არის ჩვენი პირველ რიგში გენეტიკის ისტორიის ზოგადად კავკასია და ქართველები განსაკუთრებით სულ მშივართ და სულ ბრძოლის უნარი ხალხი ვართ და ახლა გველის კავკასიური დერბითა მერაბი უმარი ხო ცოტა ხანში მე მგონი UFC-ში რაღაც სახელის გადაკეთება მოუწევთ ისე მოუმრავლდით ყველანი ჩვენთანაც მემეტეშიც ანალოგიური სიტუაცია იყო ძალიან კარგი წელი გქონდა ძალიან ბევრი ახალი სპორტსმენი ყავს, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგავს და წარმატებულია ეს ნაბიჯები მათი და მას შეიძლება პროფესიონალ სპორტსმენებს კი ნახეთ როგორ დაამთავრეს წელი და ამ წლის მანძილზეც რამოდენიმე ბრძოლა ჰქონდა ყველას კრივშიც, MMA-შიც
ჩვენი ამ ტრადიციული სპორტის კრიობა, ხო, კი ბატონო. რომელიც ასევე უფრო და უფრო გამზიდნა ბიჯებს. კი, და რა ვიცი, ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად მივდივართ წინ. აქვე კითხავ, მაგრამ კრიობა როდის იგეგმება შემდეგი? კრიობა 29 ნოემბერს ქონდა დიმამ სადაც იჩხუბა, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი Young Warriors-ის და Mamber-ის საერთო ივენთები და შევთანხმდით, რომ ეს ბათუმში ხშირად ჩატარდება ხოლმე ესეთი ერთობლივი ივენთები, სადაც MMA-ის და ტრადიციული ქართული სპორტის გულშემატკივარი ერთად იხილავს ამ ორ ძალიან საინტერესო სპორტის სახეობას და უფრო მეტად პოპულარულს გახდის ორივეს. და შესაბამისად გეგმავთ, რომ იანვარში სავარაუდოდ ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ საქართველოში ხოც იანვარი ახალი წელი გვაქვს ხოლმე, ძველი თახლით და თებერვლისთვის არის დაგეგმილი, რომ სპორტსმენებიც კარგ ფორმაში იყვნენ, ხალხიც მაყურებელიც და თებერვლისთვის ვაპირებთ. რო ჩავატაროთ სავარაუდოდ თბილისში. ეს კაი ფრაზა გაიფარა, ახლა მაყურებელი ეს ფორმაში უნდა იყვნენ მარტო. ფორმაში უნდა იყოს. ნაბახუსე ფორმაში წოხოს არავი, კი. ხო, ეს გეგმები ბევრი გვაქვს, როგორც კრიობის მიმართულებით, ასევე ორი სიტყვით ვიტყვი მემეტეს გეგმებზეც, ზოგადად მემეტეზეც ვიტყვი იმას, რომ ერთ-ერთი რაც ჩვენ ასე ვთქვათ გვინდოდა, სულ და გვაქვს უკვე მიღწეული და თელი ეს როცა დავაარსეთ ეს კლუბი, იმ დღიდან ვიძახით, რომ ჩვენი კლუბის კარი ყველასთვის ღიაა და ჩვენ საქართველოში ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ადამიანები, ვინც ამ სახეობაში მუშაობთ და რა თქმა უნდა იყოს და იყოს ეს მეგობრული ურთიერთობა, ერთი ოჯახის განცდა, რომ ეს არ არის მით უმეტეს ხა დიმამაც აღნიშნა წეგან, რომ ეს ამას თავის სპეციფიკა აქვს. აი ოლიმპიურ სახეობებში იციან რომ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება ოლიმპიადა და იმისთვის ემზადება კონკრეტული მზადება. აქ არის ესე ორთაბრძოლა ჩაენიშნა ერთ კონკრეტულ სპორტსმენს და შენ ვერ დანიშნავ ამას წინასწარ და შენ ვერ გააკეთებ ამის შეკრებას თუნდაც და რაღაცას რომ აი რაღაცა კონკრეტული თარიღისთვის ვემზადებოდეთ. პირობითად დიმას რომ ამ თვეში აქვს შეჯიბრი, ვიღაცას შემდეგ თვეში აქვს, ვიღაცას კიდე შემდეგ თვეში და ასე შემდეგ. და ამიტომ თუ აქ არ იქნება ის განცდა, რომ აი ერთ ადამიანს რა საჭიროებაც აქვს, ის არის ყველას საჭიროება და ერთ ადამიანს რაც აქვს, ის უნდა კონდეს ყველას და ერთმანეთს გვერდში არ დაუდგებით და არ მივეხმარებით. შესაბამისად და შედეგსაც ვერ მივიღებთ რა. ჩვენი კლუბის მაგალითზე შემიძლია თქვა, რომ ძალიან კარგად მუშაობს ეს მიდგომა. შენც არაერთხელ იყავი ჩვენთან და მოდიხარ ხოლმე დარბაზში და უამრავი სხვადასხვა კლუბის ბევრჯერ მინახავს მე სხვადასხვა კლუბი და ზოგი სასპარინგოდ მოდის, ზოგი საჭიდავად მოდის და რა ვიცი, აქედან მინდა რომ ყველას წარმატება უსურვო, გითხოს ყველა ამ სახეობაში ვინც არიან და სხვადასხვა ჩვენი ამ MMA-ის მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოები მიდის და ძალიან დიდი გეგმები არის თვითონ ფედერაციაში, მოგეხსენება არის აღიარებული ფედერაცია სახელმწიფოს მხრიდან უკვე რამოდენიმე წელია, არც ისე დიდი ხანია სხვა შეიძლება თუ არ ვცდები 2020 წლიდან თუ 19 წლიდან და ამ მოკლე ხანში უკვე საკმაოდ კარგი ნაბიჯები არის გადადგმული და საკმაოდ დიდი წინსვლა არის, თუნდაც იმ მხრივ რომ შიდა ტურნირები ტარდება, სადაც საკმაოდ მაღალი დონის ორთაბრძოლებია რა. და კარგი გარემოც. გამოხმაურებაზე ყველაფერი ანუ მაღალი სტანდარტების საჯობიდან დაწყებული გარემოთი დამთავრებული და რა ვიცი, იგივე განწყობა არის ხა ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან, იგივე ფედერაციასთან, ფედერაციის პრეზიდენტთან, გიორგისთან და ყველანი ერთ ოჯახად არის ეს MMA-ის საზოგადოება გაერთიანებული. ესე ოფიციალურად ხო არა თან საქართველოს თქვა MMA-ის მებრძოლთა ნაკრები რაღაც როგორც კრივშია სიტყვაზე. ხო ესე ოფიციალურად არ არის, მაგრამ სამოყვარულო არა პროფესიონალები შევამბობ, ხო, მაგრამ ის რასაც შენ ამბობ ზოგადად ეს ერთი ოჯახის განცდა და გარემო, ხო? ეგაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ ოფიციალურად ნაკრები ერქვა, ხო? ნაკრები ზოგადად ძალიან რთული აქვს. მოყვარულებში სამოყვარულო MMA-ში შესაძლებელია და არის კიდევაც ნაკრები. ეხა იანვარში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი და იქ გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება ნაკრები, რომელიც მე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წავა. მაგრამ პროფესიონალურ MMA-ში სირთულე ნაკრების არსებობის არის ეგ, რომ
ერთს რო დღეს აქ შეჯიბრი, მეორეს შეიძლება ორ კვირაშია. ხო, ან იმას ორ თვეში საერთოდ და ხო, სულია. კი, მესმის. ინდივიდუალურად ჭირდება გულშიგომა და სპარინგ პარტნიორის და მიხმარებაც. ხო, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაბადის კარი ღია სხვა მებრძოლებისთვისაც, ამიტომ მნიშვნელოვანი ამბავი და თქვენთვისაც როგორც სპორტსმენებისთვის ძალიან კარგია, ხო, ახალ-ახალი გამოცდილება იგივე სპარინგებზეც. რა თქმა უნდა, სულ ერთ იგივე ადამიანთან რო ვარჩევ, უკვე იცი მისი ტექნიკას, რაღაცები რთულია რომ ასე უნდა შენიანი იყოს. რთულია განვიხედავად იმის რომ ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობ, ერთ და იგივე ადამიანთან ვარჯიშით, რთულია რომ განვითარდეთ, ანუ საჭირო ახალი სპარინგ პარტნიორებიც, ყველანაირ თემაში რა ჭირდაობა იქნება ეს სტრატუ სტრაიკინგი. კი ბატონო. აი ერთ მაგალითს გავხსენებ უბრალოდ, მახსოვს ერთ-ერთ ბრძოლაზე ლუკა გიორგაძეს როგორ დაეხმარა გიორგი ტაბადაძე ჭიდაობაში მაგალითად. ჭიდაობის მომზადებაში და მე ბრძოლაში გვანახა რომ მეტოქის ტეიქდაუნის ცდილობს იგერიებდა ყოველთვის. ანუ ფეხში ვერ შევიდა ვერც ერთხელ ლუკასთან და ესა თქმა უნდა ამის დამსახურება ზუსტადაც რომ ვერ სხვა და სხვა მებრძოლთან გიწევს მუშაობა. კი ბატონო. ასეთი მეგობრული ურთიერთობით დაწყებული ამბავი შემიძლია გითხრა რომ გიორგი ტაბადაძე ვახსენეთ და გიორგი ტაბადაძე ჩვენთან ჭიდაობის მწვრთნელია უკვე კვირაში ორი დღე დარდება ვარჯიშები რომელსაც გიორგი ატარებს და უამრავი თავისი ბიჭები მოყავს ნიცის კაცმა საქმე და მოდი გვესწრებენ კრივზე კი მოდიხარ ხო მე პრო კრივის ამბავში ედიშერთა შალვასთან და გოგასთან ხოლმე მაგრამ გიორგისთან საინტერესო იქნება ჭიდაობა რა თქმა უნდა და ეს ახალ-ახალი რაღაცების თუნდაც ყურება ნახვა რა რატომაც არა კი ქართველ მებრძოლს ნახავ რომლებიც მემეტეში არ არიან მაგრამ ჩვენთან არიან და ერთად ვართ. კი ბატონო. დიმა შენ როგორი იყო თლიანად აი ეს 24 როგორც ათლეტისთვის სპორტსმენისთვის? ბოლო ჯამში ალბათ მაინც დადებით 5 ბრძოლა ჩავატარე 2024-ში. და 5-დან 1-ში დავმარცხდი მხოლოდ. ბრძოლები რაც შეეხება ალბათ ყველა ბრძოლა ვისაც აქვს ნანახი ყველა ძალიან ისეთი ბრძოლა იყო მარტივი არც ერთი არ ყოფილა. ხო არა მარტივი. უბრალოდ ბოლორი როგორც მოიგე ამ მოკლე პერიოდის გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ 2024 წელი ძალიან 2024 ძალიან კარგად ვასრულებ რა სპორტული თვალსაზრისით. ხო, ჯამში შენთვისაც და კლუბისთვისაც საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. და ბოლო სამი ბრძოლა, სამი რატო, 4 ბრძოლა ვინცებში, დიმას 2 და ცოტნე და ლუკა. ბოლო 4 ბრძოლა, ასევე ხო, იგივე ბიძინა გავაშველი არ დაგვაუძეს კი ბატონო, როდესაც მალე უწევს თვალსაჩინო ტიტულის დაცვა შვედეთში. თუ სწორად მახსოვს, იანვარში ჩანიშნული ორთო ბრძოლა და ბოლო სტუმრობისას მეუბნებოდა თან და ხო. ხო, გადაიდო და ველოდებით ახალ შემოთავაზებას. თუმცა სულ ფორმაშია და სულ ტონუსშია, კი. სულ ვარჯიშობს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგას დაგიცხადე, სავარაუდოდ არც დიდი ხანი მოუწევს კაცი იანვარში იყო ჩანიშნული და ალბათ მალე იქნება. და ხო, ბოლოსკენ მინდა შენ როგორც მებრძოლს კითხო, ეხლა მოდის დიდი ბრძოლა კრივში, უსიკი ფიურის რევანშია და აი რას ფიქრობ ამ მოლოდინი მიგახ ამ ბრძოლაზე? ჩემაზე ყოფილა. ძირითადად მე მგონი ყველა მაგაზია რაღაც განსაკუთრებულ სიახლეს რა ვიცი თუ ვინმე ელოდება, მაგრამ საინტერესო იქნება რა. ხო, თუ იმ კუთხით თუ შარევანში წაგებული უფრო საკიფათოა ხოლმე ზოგადად, ხო? ესე თეორიულად რაღაც ვერსია რომ მაშინ სათანადოდ არ მოემზადა თუ არ დააფასა თუ რაღაც, ხო? იყო ეს. ნახოთ ხო. ფაქტია სუპეrbრძოლა გველისი. მადლობა ბატონო სტუმრობისთვის, დიმიტრი ბოლქვაძე, ზვიად ვალდუკაძე, მემეტეს წარმომადგენლები იყვნენ სტუმრად, მენეჯერი და მებრძოლი ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ გილოცავ რა თქმა უნდა ამ გამარჯვებებს და გულოცავ ლუკასაც, ოტნესას და მთლიანად ამ მემეტეს კლუბს წარმატებულ 20-24 და რა თქმა უნდა 20-25-ში დიდი წარმატებები, არა მარტო თქვენ, ზოგადად MMA-ს და ქართულ სპორტს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენ ქვეყანას ამსახურება ეს ყველაფერი. თქვენ კი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.